ქართულმა ოცნებამ ეხა საქართველოს დემოგრაფიული მომავლის გაყიდვა 100,000-დან 150-ზე გაზარდა და ვარამაგარია გავაძვირეთ. საქართველოს მომავალი ეხა უფრო საინტერესო ფასებში ხურდავდება, ეგ არ არის პრობლემის მოგვარება. დეველოპერებს და სამშენებლო კომპანიებს პრობლემები რო არ შეექმნათ და ფასები არ დავარდეს მაგ სექტორზე, მოდი უცხოელებზე გავყიდოთ ქვეყანა. ბავშვებს რო ვეღარ აჩენენ, ახალგაზრდები და ოჯახს ვერ ქმნიან. დინებს ვეღარ ყიდულობენ, იმიტომ რომ არაბებზე ყიდის და პაკისტანელებზე ყიდიან ეს სამშენებლო კომპანიები დინებს და 5 მაგ ფასად ყიდიან იმისა, რაც დაუჯდათ აშენება. მაგიტო ასეთი ფასები, კაცო, გაუხსოვდეს მაგ დეველოპერებს პრობლემები შეექმნათ, იმ კუთხით რომ გაიაფთება ბინები და იყიდიან მაგ ბინებს ქართველები. თავრობის წარმომადგენელი. რას გეუბნებათ, იცით? საქართველოში სამშენებლო ბიზნესის ბუმი როა და რო გაფრინდა ეს ფასები. ეს სამშენებლო ბიზნესი რომ მომხიბვლელი იყოს ვიღაცა უცხოელისთვის, რომ აქ ბინადრობის უფლებას იღებს მაგის საფუძველზე, მაგიტომ დატოვეს ეს ყველაფერი. ანუ სამშენებლო ბიზნესზე არის გადაბმული ბინადრობის უფლება.